საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო პირად სესიებზე ფასები. გაინტერესებთ ხოლმე და ბევრი წერთ ამასთან დაკავშირებით, რადგან ყველა ვიდეოში არ ვაჟღერებ ხოლმე ჩემს სესიების და ტაროს გაშლების ფასებს. ამიტომ ეხლა ამ ვიდეოში გეტყვით. ესე იგი, ტაროს გაშლა, პირადი გაშლა, ვრცელი არის 60 ლარი. თუ რამოდენიმე კითხვა გნებავთ, ორი კითხვა არის 15 ლარი. მაგრამ თუ მაინც და მაინც 3 კითხვა გნებავთ, 3 კითხვა იქნება 20 ლარი. და ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი ჩემი შეცდომა ვთქვა, ამასთან ერთი გოგონა დამიკავშირდა და ისეთ სიტუაციაში ვიყავი, ვერ გავეცი ნორმალურად პასუხი და 3 კითხვაზე რაღაც არასწორი ფასი ვუთხარი და თუ მისმეს იცოდეთ ყველამ, რომ 3 კითხვა იქნება 20 ლარი, 2 კითხვა 15 ლარი, 4 კითხვა 30 ლარი. ხო. ასევე კოუჩინგური სესიები, ერთი სესია 30 ლარი იქნება. კი ბატონო, დავიწყოთ დღევანდელი გაშლა და თემა იქნება ასეთი. ვინ ხართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, რას წარმოადგენთ მისთვის? მოდი აბა გავიგოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, ვინც გაინტერესებთ და რას წარმოადგენთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისთვის? გავიგოთ აბა. საინტერესო. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ძალიან ემოციურად არის თქვენს მიმართ განწყობილი, ძალიან აბედნიერებთ თქვენი არსებობით და იმ დონეზე დიდი ემოციები აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერს ნაკლებად გამოხატავს. აი, ვითომც არაფერი, რაღაცა ესეთი პოზიცია უჭირავს, ხო? და თქვენ ხართ მისთვის ძალიან ჭკვიანი, ძალიან განვითარებული, მენტალურად, ფიზიკურად ძალიან იზიდავთ, რადგან ხართ ცივ ენერგიებში, ეს ადამიანი აი თქვენზე რაღაცნაირად მოჯაჭვულსაც ვერ ვიტყვი, აი სულ თქვენზე აფიქრებთ, თითქოს რაღაცა ვერ გამოგიწვიათ ემოციებზე, აი ვერ გამოგიყვანათ. ძალიან მის მიმართ ხართ, შეიძლება ისედაც ესეთი პიროვნება ხართ, მაგრამ მის მიმართ განსაკუთრებით ვიტყოდი, რომ ძალიან ცივ ენერგიებში ხართ. ასევე შეიძლება მიყურებდეთ პიროვნებები, რომლებსაც დაუშვათ გაცილებული ხართ მეუღლეს, რაღაც ესე ერთი ურთიერთობა დასრულებული რომ გაქვთ, აი ესეთი პიროვნებები მიყურებთ. და ამ ადამიანმა ეს იცის, რომ ესეთი გამოცდილი ადამიანი ხართ ურთიერთობებში, ქმარს გაცილებული ან ცოლს გაცილებული, აი რაღაცა ესეთი ტიპაჟი. კარგი. ვინ ხართ კიდევ მისთვის? ეს ადამიანი აგიქვავთ როგორც ოჯახის წევრს, აი ეს გიყურებთ, ძალიან ახლობლად. ვინ ხართ კიდევ მისთვის და ადამიანი, აი ხლა ესეთი ის მომდის ინსაიტი, რომ აი ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის აყენებს გადაწყვეტილების წინაშე. რაღაცა უნდა გადაწყვიტოს თქვენთან დაკავშირებით ყოველთვის. ადამიანი, რომელიც არ გასცემს მის მიმართ ბევრ რესურსს.
კიდევ ვინ ხართ მისთვის და ამავდროულად ძალიან სტაბილური პიროვნება სხვათა შორის აი ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან სტაბილური ხართ მისთვის ძალიან აი შეიძლება ისეთი სიტუაციები გქონდეთ რომ დაშორდებით, შერიგდებით, რაღაც ესეთი ბედის ბორბალი ამოვიდე და თქვენი ურთიერთობა სულ რაღაცა ერთ წრეზე ბრუნავს, ხო? ისე შეიძლება ეს ადამიანი თქვენი ყოფილი მეუღლეც იყოს რეალურად და აი ძალიან ისეთი ურთიერთობა დაშორება შერიგების, მაგრამ მაინც ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ აი ყოველთვის გამოვა თქვენ შორის ურთიერთობა მაინც და რაღაცა იმედიანად არის. თუმცა მის მიმართ ძალიან ისეთი ხართ რა, ანუ ცივი, რესურსებს არ გასცემთ, ემოციას არ გასცემთ. თუმცა თვითონ არის ძალიან ემოციურად განწყობილი თქვენს მიმართ. ასევე მისთვის ხართ ადამიანი ძალიან როგორ იცით, აი ზოგჯერ გონია ხოლმე, რომ აი ამას საერთოდ არაფერი არ აინტერესებს. არაფერი არ განაახლებთ, აი ძალიან ისეთი მას გონია ასე, რომ ზერელეთ უყურებთ და ზედაპირულად უყურებთ რაღაც საკითხებს. კიდევ როგორი პიროვნება ხართ მისთვის? ეს ადამიანი შეყვარებული არის თქვენზე, ჩვეულებრივ იმდენი და ფიქრობს, რომ თქვენს გაქვთ მის მიმართ გრძნობები, მაგრამ ჯერ ძალიან ისეთ სიტუაციაში ხართ, აი გაურკვეველ მდგომარეობაში, არ იცით რა გადაწყვიტოთ. ან შეიძლება თქვენ ხართ აი ასაკით პატარა კიდეც მისგან განსხვავებით პატარა ასაკის, ან ისეთი ბავშვური საქციელები, რომელშიც შეიძლება არ ხართ ასაკით პატარა, მაგრამ აი ზოგჯერ ძალიან ბავშვური საქციელები გაქვთ ხოლმე მის თვალში. ის ესე გიყურებთ. იმიტომ რომ გაცრავად მომიწია დაპაუზებამ. ხო. კიდევ ვინ ხართ მისთვის? როგორ პიროვნება დაახგიქვებთ ეს ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ძალიან მიზანსწრაფულად მეგობრებო. ძალიან მიზანსწრაფული პიროვნება ხართ, აი რაღაცა მიზანი გაქვთ ყოველთვის, რაღაცას დაისახავთ და იმას აუცილებლად მიაღწევთ, აი ყოველთვის აღწევთ თქვენს მიზანს. მაგრამ ხშირად გემართებათ რაღაც ესეთი გაურება, გაურკვევლობა, არჩევანის წინაშე დადგომა და ვერ ირჩევთ რაღაცას, აი სულ თქვენ თავთან გაქვთ ბრძოლები და ეს ამ ადამიანმა იცის. მისთვის ხართ მის ცხოვრებაში მზე, ანუ თქვენ ანათებთ მის ცხოვრებას. კიდევ ვინ ხართ მისთვის? ადამიანი ბალანსი, რომელიც მისთვის ხართ ცხოვრების ბალანსი, აი უბალანსებთ ცხოვრებაში ემოციას, გრძნობებს, კარიერას, სამსახურს აბალანსებთ მის ცხოვრებაში, აი ესეთი ხართ მისთვის, აი თქვენ რო ხართ მის ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსდება თითქოს. ასევე მის თვალში ძალიან მშრომელი პიროვნება ხართ და ძალიან იცით როგორი, აი ცვლილებებისკენ მიდრეკილი. აი ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ მის თვალში და მას გონია, რომ თქვენ არ გაშინებთ ცვლილებები, აი რაღაცა რომ დაინგრეს, უცებ თქვენთვის ეს არ არის პრობლემა და უცებ სულ თავიდან შეგიძლიათ ყველაფრის დაწყება. კარგი, აბა გავიგოთ კიდევ ვინ ხართ მისთვის და დავასრულოთ ამით, ვინ ხართ კიდევ ამ პიროვნებისთვის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ხო, აი კიდევ კიდევ როგორი ხართ მის თვალში? აი სიძლიერიც კიდევ ამაშიც გამოიხატება. აი სულ რო
იცვლებოდეს თქვენს ირგვლივ ყველაფერი, თქვენს ცხოვრებაში იცვლებოდეს და რაღაცა ყველაფერი ტრანსფორმირდეს და თქვენ შინაგანად ძალიან ცუდად იყოთ ემოციურად დასტრესილი, სევდიანი, მენტალურად ეჭვებში განადგურებული რაღაცა ესე ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გარეგნულად არაფერი არ გემჩნევათ. აი, ჩვეულებრივად არ იმჩნევთ გარეგნულად არაფერს და ვითომც აქ არაფერი, აი ესე თავისუფლად თავიდან შეგიძლიათ აღადგინოთ ყველაფერი, თავიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ცხოვრება სრულიად თავისუფლად. რაც არ უნდა განადგურებული იყოთ შინაგანად ქმედებებში და გარეგნულად ეს ყველაფერი არ გემჩნევათ. ასევე თუ ხართ ქალბატონები, გეტყვით, რომ ძალიან მოსწონს თქვენი გარეგნობა, რაღაცა ისეთი ქალური ფორმები, ხო რა, ყველანაირი ესეთი ძალიან მიმზიდველი ხართ მის თვალში. მშვენიერი, ძალიან კარგი. ამით დავასრულოთ დღევანდელი საღამოს გაშლა. დაგემშვიდობებით მე, კარგ საღამოს გისურვებთ, დროებით.